სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ ის არ ფიქრობს, რომ პრეზიდენტი უნდა იყოს ის ადამიანი, რომელიც თავის თავს დააყენებს სასამართლო სისტემაზე მაღლა და შეიწყალებს ვინმეს. ამ შემთხვევაში მან ეს განცხადება გააკეთა გიორგი მამალაძესთან დაკავშირებით, რა სიტყვით სალომე ზურაბიშვილის ამ განცხადებაზე. სალომე ზურაბიშვილს მე არ ვიხილავ პრეზიდენტად, პირდაპირ ვამბობ, ეს ის შემთხვევაა, როდესაც აბსოლუტურად ცალსახად ვიცით, რომ იგი არის არალეგიტიმურად არჩეული, გაყალბებული არჩევნებით, თუმცა ფაქტი შედგა და საქართველოს ისტორიაში ჩაიწერა როგორც საქართველოს პრეზიდენტი. ჩემთვის ეს არ არის საკმარისი საიმისოდ, რომ მე განვიხილო ის სერიოზულად როგორც საქართველოს პრეზიდენტი, მაგრამ შეწყალების უფლებამოსილება მას აქვს, როგორც ფორმალურ პრეზიდენტს. ამ კავს არ ესმის ყველაფერ დანარჩენთან ერთად ელემენტარული ცოდნა არ აქვს, საკუთარი უფლებამოსილებისაც კი ძალიან მჭახე შეფასებები შემიძლია გავაკეთო, არ იქნება ეს პირველი სალომე ზურაბიშვილის მიმართებით ჩემი მხრიდან. იცით რომ მე დამოკიდებულება მაქვს მასთან, მისი პერსონის მიმართ ძალიან მწვავე, მიმაჩნია პრორუსული პოლიტიკოსია და სამწუხაროდ საქართველოს პრეზიდენტად ყავს, მაგრამ კიდევ ერთხელ ელემენტარული ცოდნა არ გააჩნია საპრეზიდენტო უფლებამოსილების და კონსტიტუციის იმ მუხლების, რომელიც პრეზიდენტს ეხება. შეწყალება არის კვაზი სასამართლო უფლებამოსილება და დიახ, ეს არის სასამართლოს ზემოდადგომა ნებისმიერ შემთხვევაში. ანუ არა მისჯილ ადამიანს ვერ შეიწყალებ, ვერ გავიგე რა თქვა ქალბატონ ზურაბიშვილს, მას გონია რომ ვინმე შეწყალების უფლება აქვს თუ სასამართლო მის დამნაშავედ არ გამოაცხადა. ანუ ახალი კონსტიტუციითაც იგივეა ნიკად როგორც იყო ადრე რომ პრეზიდენტს აქვს პირდაპირი შეწყალების უფლება ნინგა სანამ არსებობს, შეწყალების უფლება სანამ არსებობს როგორც ასეთი, ეს ნიშნავს კვაზი სასამართლო უფლებამოსილების განხორციელებას და სასამართლოზე მაღლა დადგომას. ანუ სასამართლომ რაც არ უნდა მიუსაჯოს, პრეზიდენტს შეუძლია ხვალვე ეს სასჯელი გაანულოს და ეს არ არის სახელმწიფო, ასე ვთქვათ, ვერტიკალში რამე აღრევა და ხელისუფლების მიტაცება. ეს უფლება აქვს იმ თავითვე საქართველოს პრეზიდენტს კონსტიტუციით მინიჭებული. ეს არის სახელმწიფოში ხელისუფლების დანაწილების პრინციპი ამგვარად შეთანხმებული სახელისუფლებო შტოების და საქართველოს მოქალაქეების მიერ, რომლებიც საბოლოო ჯამში არიან კონსტიტუციის მიმღებები და მას მინიჭებული აქვს ეს უფლება სულ რამდენიმე უფლება დაუტოვოს, მათ შორის ეს უფლება და ქალი აკეთებს განცხადებას, რომ მე სასამართლოზე მაღლა ვერ დავდგები. მაშინ შეწყალების უფლება ესე გააუქმა მან, ეგრე გამოდის. და საერთოდ ზედმეტია საუბარი მასზე როგორც პერსონაჟზე, იმიტომ რომ მე მგონია რომ ისაც გასაგები იყო ხო სადაც ლაშაჟვანია ადმინისტრაციის უფროსი, იქ არ შეიწყალებენ დეკანოს მამალაძეს. ჩემთვისაც გამაოგნებელი იყო პრეზიდენტის მხრიდან ასეთი რამის მოსმენა. აი მართლა პირდაპირ ეთერში ვამბობ, იყო გამაოგნებელი. ერთია რომ პრეზიდენტმა შეიძლება არ შეიწყალოს, მაგრამ რაღაც დელიკატურად თქვას, ბოდიში და სულელი ყავს პრეზიდენტად, არაფერი გამაოგნებელი არ იქნება. ქალბატონ ზურაბიშვილი არის ჩემი შეფასებით ჩვეულებრივი პოლიტიკური ბეცი, აბსოლუტურად არაფერი არ გაეგება ამ ქვეყანაზე და არის განათლების დეფიციტი აქვს მას სერიოზული, მათ შორის საკუთარი უფლებამოსილებების ნაწილში. თავი რო დავანებოთ მის პრორუსულ ორიენტაციას და ყველა იმ პრობლემას და იმ შლეიფს, რომელიც მას აქვს და წინასაარჩევნო ჩვენ ამას ვიხილავდით, ყველაფერთან ის ერთად ის არის გაუნათლებელი და პოლიტიკურად ბეცი, მას არ ესმის საკუთარი უფლებამოსილებებიც კი. ამიტომ მე მგონი სერიოზულად ამ პერსონის განხილვას აზრი არ აქვს, ეს არის გაუგებრობა საქართველოს ისტორიაში და ასევე დარჩება ისტორიაში როგორც გაუგებრობა. როგორც დეკანოს გიორგი მამალაძის ადვოკატს, ისე მინდა დაგისვა პირველ რიგში კითხვა,